ამ გაკვეთილში გზების დარბილებასა და წაშლაზე ვისაუბრებთ. თუმცა სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, მოიწონეთ ვიდეო და კითხვების შემთხვევაში მოგწერეთ კომენტარებში თქვენი კითხვები, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არხის გამოწერა და გამომწერების სიმრავლე საშუალებას მოგცემს მეტი საინტერესო ვიდეო კურსი შემოგთავაზოთ. ახლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. ბევრი თავისუფალი ხატვის შესრულებისას ილუსტრატორში აუცილებელია იცნობდეთ ორ ხელსაწყოს. პირველი არის smoothing და მეორე არის path eraser. ისინი თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდება. ხელსაწყო eraser შლის იმ დეტალებს, რომლებიც არ გსურდათ გამოსახულებაში. საუბარია ჩვეულებრივ eraser-ზე. ხოლო ხელსაწყო smooth ასუფთავებს გამოსახულებას ზედმეტი დაკბილვისაგან, გამოსახულების კონტურებს და ფიგურებს. ნახოთ დეტალურად. გამოვიყენოთ ხელსაწყო pencil, დავხატოთ თავისუფალი ფიგურები. მაგალითად, დავხატოთ რაღაც ფოთლის მაგვარი. ავიღოთ ამისათვის selection ხელსაწყო, გამოვყოთ ესენი წავშალოთ, ავიღოთ ფანქარი და რაღაც ამდაგვარი დავხატოთ. ცოტა გამოვიდა, ხელი გამიქცა, ძალიან დიდი ფიგურა გამოვიდა, პატარას დავხატავ. რაღაც ესეთი დავხატოთ. რაღაც ესეთი. კი ბატონო. იდეალური არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ნურს ესწრებით იდეალური ფიგურის ხატვას თაგვით. ნებისმიერი ფიგურის გასწორება შემდეგ შესაძლებელია. ხატვის დასასრულს უნდა დავაწვეთ ღილაკზე Alt and Option, იმისათვის რომ გზა დაიხუროს. როგორც ხედავთ, გზები არ არის აკურატული. მასში არ არის მოცემული რბილი კუთხეები. მე შემიძლია ავიღო ხელსაწყო smooth და შემიძლია დავარბილო ზოგიერთი ნაწილი. ამისათვის გადავდივარ აქ და ვპოულობ ხელსაწყოს smooth tool. ხედავთ ესეთი ფანქარში არის განლაგებული pencil-ში ეს ხელსაწყო. კონტურზე ხელსაწყოს გადატარებით ნაწილები რბილდება და უფრო მეტად მრგვალდება. რა თქმა უნდა, მოხატოთ გზა, ხოლო ილუსტრატორი ასრულებს რთულ სამუშაოს თქვენს მაგივრად. მაგალითისთვის, კვადრატული ფრჩხილებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია აქაც გამოვიყენოთ კვადრატული ფრჩხილები და აქ შემიძლია ესე გადავატარო გზაზე და ხედავთ როგორ რბილდება და სწორ ფორმას ღებულობს, ხო? ხედავთ აქ. ანალოგიურად აქაც გადავატარებ, კიდე გადავატარებ, ხედავთ, ხო, როგორ ფორმას ღებულობს ლამაზ ფორმას, ასე რომ ვთქვათ, უკვე გამოსახულება. ხედავთ, ასე ღებულობთ შედეგს. აქაც მოდით დავარბილოთ. კი ბატონო. აქაც შეგვიძლია დავარბილოთ ეს გამოსახულება. ანალოგიური შეგვიძლია აქ გავაკეთოთ. თავისუფლად შეგიძლიათ ესე იხმაროთ, გამოიყენოთ ეს ხელსაწყო. ხედავთ, აბსოლუტურად სხვა ფორმას ღებულობს დროთა განმავლობაში. ხედავთ. აქ. ესეთი ხელსაწყო აქვს ძალიან საინტერესო. იდეაში თვითონ ეს ფიგურა არ გამოგვივიდა მთლად ლამაზი, მაგრამ პრინციპს ვთქვით ალბათ. შეგიძლიათ აიღოთ ხელსაწყო zoom და გაადიდოთ ის ნაწილი, რომელიც ცუდად ჩანს. უკეთესი დამუშავების მიზნით. ეს საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგად მიიღებთ იმას, რაც გინდათ. იგივე ეს გაკეთება შეიძლება შუაგულში მოცემულ წრეზე, თუ კი აქ წრეს ჩახატავთ. მაგალითად აქ ავიღებ ახლა ფანქარს ისევ და თქვა აქ მინდა წრე ჩავხატო, ხო? იგივე შემიძლია აქ ავიღებ smooth tools და რა თქმა უნდა გამოსახულება შემიძლია გავადიდო. ხო, აგრეთვე ახლა ღია დაგვრჩა წრე, იმიტომ რომ რეალურად არ დავაწექით ალს.
როდესაც ხატვა დავიწყე და მივედი ბოლოში, დავაწვევი Alt-ს და ჩავკეტავ გზას. ამის შემდეგ ავიღებ უკვე smooth საწყოს და ესე დავამრგვალებ ფორმას, მივცემ ამ ჩვენს წრეს. ნუ ხედავთ, სასწრებულად. კიდევ გავმეორდები, ძალიან დიდ დროს მოითხოვს ეს ყველაფერი. საკმაოდ დიდ დროს, მაგრამ შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით და ის დეტალი, რომელიც არ მოგწონთ, ნამდვილად გალამაზებული იქნება. ნუ ხედავთ, აი აქ როგორ ხდება დამრგვალების მიღება, ისეთის როგორც ჩვენ გვინდა. ესეთი რაღაცეები შეუძლია smooth. ნუ აქ აღარ დავიწყებ ახლა გასწორებას, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ მეორე ძალიან ისეთი დრო ჭირდება ამ ყველაფერს და გაკვეთილი გაგვეწელება ძალიან. ანუ ნებისმიერი ფიგურა, რომელიც დავხატეთ, შეგვიძლია მოვხატოთ ხელსაწყოთი smooth და ის უფრო დარბილებული გახდება. ამის შემდეგ მოვხატავ ღეროს მაგალითად, ფოთლებს. შემდეგ ისევ ავიღებ ხელსაწყოს smooth და ისევ იგივე გზით ვარბილებ მათ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა დეტალი ცალ-ცალკე უნდა იყოს მოხატული და ხატვის პროცესში ერთმანეთთან არ უნდა გადაიკვეთოს. ჩვენ მოგვიანებით ხელსაწყოთის სალაიქს მივიტანთ ხატვის ნაწილებს საჭირო ადგილთან, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ თავიდან ხელსაწყოს smooth. რას გულისხმობთ? ავიღოთ ხელსაწყო select, მოვნიშნოთ ყველაფერი და წავშალოთ. ავიღოთ ხელსაწყო pen, pencil და ნუ პირველ რიგში მოვხატოთ ერთი ფოთოლი. აი დაახლოებით ესე. აი ესე დაახლოებით. ნუ შემდეგ მოვხატოთ მეორე ფოთოლი. აი ესე ცალ-ცალკე. ნუ დიდია, დააბრუნეთ. არ არის პრობლემა თუ გაგექცევათ რაღაც მომენტში. ნუ შემდეგ მესამე. ნუ თუ არ მოგწონთ, Ctrl-Z-ით დააბრუნეთ. თავიდან მოხატავთ. ნუ შემდეგ ვთქვათ მეოთხე. აი აქედან მოვხატოთ ფოთოლი. ნუ არა. ესეთი გვინდა. მომრგვალო. აქ შეგვიძლია დავაგრძელოთ. ვთქვათ აი აქ მოვხატოთ. ამის შემდეგ ხელსაწყოთის smooth ყველა ამ ფოთოლს select-ით გამოვყოფ, smooth-ით დავიწყებ მის დამრგვალებას, ნუ ხედავთ. და ნუ ვიღებ იმ შედეგს, რომელიც მე მაინტერესებდა. აი ესეთი ლამაზი ფორმის. აქაც ხედავთ, არ მომწონს, ვასწორებ smooth-ით. აქ გადაადგილდება მარკერები ხედავთ. ცოტა მანძილს ავიღებ, პირიქით შინ შემოვალ. ნუ დაახლოებით აი ესე ნელ-ნელა მუშავდება. ნუ ამის შემდეგ მოვნიშნავ აი ამას select-ით. და ასე შემდეგ. ნუ აი აქ თქვა ხედავთ ახლა ხო ამდენად ცუდი რაკურსია, ავიღებ. ცუდი ნახატია. გამოვყავ select-ით და დავიწყებ ესე დამუშავებას. ნუ ხედავთ უცებ პირველივე გადატარებაზევე შეიცვალა smooth-ით. ნუ ხედავთ საინტერესო ფიგურას ვღებულობთ უკვე. აი ესე. და ესე სასწაულად მივყვებით ყველას. ნუ შემდეგ select-ით მოვყავთ უკვე ამას, ავიღებთ smooth, იგივეს გავაკეთებთ. ნუ აქ ხედავთ რომ არ მომწონს. ესე დამრგვალებას გავუკეთებ. აქედან დავარბილებ. აქედან დავარბილებ. და ნუ აი ესე მივყვებით სათითაულოდ და ნუ შემდეგ თუ კი თქვათ მინდა მარკერების გადაადგილება, თქვათ აი ეს მარკერი მინდა ოდნავ ესე რა, მარკერი უნდა გამოიყოს, ეს მარკერი მინდა თქვათ ოდნავ ავწიოს ზემოთ, ან საერთოდ წავშალო ეს მარკერი და თქვათ აი აქედან წამოვიღო ძირს. ნუ ხვდებით ხო? აუ დეტალიზაცია გავაკეთო უკვე.
და ნუ ეს უკვე მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რაც გვექნება შუაში, თქვა რაღაც წრე დახატული, ხო? ნუ საკმაოდ მარტივია, სიმართლე გითხრათ, ხატვა, ესე. ნუ აი აქ, თქვათ, მინდა რომ ეს დეტალი უფრო შემოვიდეს, შიგნით ეს ფორმა მიეცეს. აქ, ნუ პრინციპში შემიძლია დავტოვო ესე, აი აქ ფორმა არ მომწონს. და შემიძლია მიმმართველით ვაკონტროლო, ან საერთოდ წავშალო ეს მარკერი, ნუ წაშლა არ გამომივა როგორც ხედავ, ისე არის დახატული, ნუ ეს შემოვწიო, ეს ფორმა მიცე რა, ეგეთი. და უფრო დეტალური კონკრეტული რაღაც ფორმა, მე უკვე სმუსით ისევ დაუბრუნდეს სმუსს. აი მივეცი რაღაცა მაგვარი ფორმა. და ნუ აი აქ ამის შემდეგ უკვე გადავალ სმუსზე, საწყოზე, ნუ სელექტზე, შემდეგ სმუსზე და ნუ აი აქ დავიწყებ ნახეთ გასწორებას ამ ყველაფრისას. მივხვდით? აი ესეთი და ნუ მივიღებ იდეალურ, მართლაც იდეალურ ფორმას მივიღებ მე უკვე. ნუ ხედავთ ახლა რამდენად დარბილდა ეს გადასვლები და ყველაფერი და ნუ შედარებას არ არის ხა ამასა და ამას შორის. ხო, რეალურად მივიღე რეალური ფოთლის ფორმა, ხო? რა თქმა უნდა, ეს შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია კიდევ ვიმეორებ. ახლა კი ავიღებ ხელსაწყოს pass eraser, ეს ხელსაწყოს შესაძლებლობას ხდის წავშალოთ არასასურველი გზები. ნუ მე პირველ რიგში ავიღებ pass erasers, ახლა გვაქვს pass eraser-ი. ნუ გამოვყოფ ამ შემთხვევაში ამ დეტალს. ამ ფოტოს და ავიღებ შემდეგ pass erasers. ნუ აი აქ ხედავთ ხო, 117 დეტალები გვაქვს მოცემული. ამიტომ საკმარისია ხელსაწყოს გადავატაროთ სასურველ გზაზე, ხელსაწყოს გამოყენების დროს, კარგად დააკვირდით ხელსაწყოს აიკონს. თუ კი თქვენ გადაატარებთ ხელსაწყოს ზედა ქიმს გზაზე, აი ამ წვერს თუ გადაატარებთ, არაფერი არ გამოვა. არ წაშლის, მაგრამ თუ კი თქვენ გადაატარებთ დაბოლოებას, აი ამას, ხო, აი ამ უკანა ქიმს, ხელსაწყოსას, კურსორისას. ქვედა ნაწილს თუ გადაატარებთ დაბოლოებას, წაშლა განხორციელებული იქნება. ნუ მოდით მაგალითისთვის აი ეს დეტალი წავშალოთ. ნუ ხედავთ ხო, როგორ წაშალა მარტივად. აქაც ამ შემთხვევაში თუ კი თქვათ ესეთი პატარა დეტალი დარჩა, არის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, selection-ით ვნიშნავ, წავშლი. და ანალოგიურად შემიძლია ყველა ის არასასურველი დეტალი, რომელიც ზედმეტად მეჩვენება, ნუ ხედავთ ხო, ოდნავ ზედმეტია დაახლოებით აქამდე. pass eraser-ით, ნუ ესე გადავატარებ და ხედავთ როგორ წაშალა მან ის, ხო? ესეა, eraser-ის შემთხვევაში მთლიანად იშლება, ანუ eraser-ი რო ამეღო ახლა მე და დამიწყო წაშლა, ხედავთ რაც ხდება, გზა კი არ იშლება, რეალურად ობიექტი იშლება. ჩვეულებრივი eraser-ის მეშვეობით შემიძლია წაშალო გამოსახულების ზოგიერთი ნაწილი, რომელიც მიაღწევს. თუ კი კონტურში გამოტოვება გამოგვივა, ეს არ არის საშიში, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ join-ი ან average შესაძლებლად, ან ხელსაწყო pencil, მისაც რომ კარგად გამოიყენოთ ეს ხელსაწყო, pencil-ი დიდი პრაქტიკა გჭირდებათ, მაგრამ დამერწმუნეთ, შედეგით ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებით.